ხაჯა რო გაშლა, მოდი ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენი ურთიერთობა ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. იფიქრეთ კონკრეტულ პიროვნებაზე, ვისაც გინდათ რომ გაშლა რეზონირდეს, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ერთი პიროვნება, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ თითო ვერსიაზე თითო პიროვნება. ვარიანტი 1 ვარიანტი 2 და ვარიანტი 3. პირველი, მეორე, მესამე. ეცადეთ პირველივე რასაც ინტუიცია გიკანახებთ, ის ჩაიფიქროთ, იმიტომ რომ ჩვენ ინტუიცია პირველივე წამებში სწორად მოქმედებს და შემდეგ უკვე ფიქრით ჩვენ ამ სიტუაციას ვუყურებთ ხოლმე. ხო, ესე დავდო და დავიწყოთ. ეს იყო პირველი. ის ჩაიფიქრეთ პირველი ვერსია. გელოდებოდ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან. თქვენს ურთიერთობაში უფრო ფემინური და ქალური ვინც არის, ამ შემთხვევაში ქალი, მაგრამ ხანდახან არის ხოლმე, რომ გალე უფრო მეტად მასკულინურ ენერგიებშია და მამაკაცი უფრო ფემინურში. ამ შემთხვევაში ქალი უფრო პასუხისმგებლობას აიღებს თავის თავზე, რომელიც რეალურად დაუმძიმდება. მძიმე პასუხისმგებლობა იქნება, რომლის გამკლავებაც გაუჭირდება ურთიერთობაში, რომელიც არის ქალი. და შემდეგ უკვე ურთიერთობაში მამაკაცი ჩაერთება უფრო აქტიურად, იმიტომ რომ ეს მძიმე პასუხისმგებლობა, რომელიც უკვე ვახსენე, ქალისთვის იმენად მიუღებელი იქნება, რომ ასე ვთქვათ, მეტაფორულად ეს პირდაპირ ფრაზა რო თქვა, იხელები ამიწევია, შენ რაც გინდა ის გააკეთე, ჩემგან მორჩა აქტიურობა. რაღაც მსგავსი სიტუაცია და ფრაზები იქნება. შემდეგ მამაკაცი გააქტიურდება და აი აქ იქნება უკვე გარდამტეხი მომენტი, როდესაც ყველაფერი უნდა შეიცვალოს, ურთიერთობაც უნდა განვითარდეს და თქვენი ურთიერთობა, რომელიც ჩაიფიქრეთ, ან განვითარდება, ან დაიშლება. ეს არის პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, თქვენი ვერსია. ასევე აქ დავამატებ, რომ ეს ურთიერთობა არის ისეთი ურთიერთობა, რომ ისეთი ფიქრები გიტრიალებთ ორივეს, თითქოს სამყაროს გამოგიგზავნათ ერთმანეთი, რომ ერთმანეთს შეხვედრილიყავით. არ გამოურიცხავ, ბევრი შემთხვევაში ეს რო იყოს კარმული. ეხლა ვნახოთ მეორე ვერსია. ვინც მეორე ვერსია ჩაიფიქრეთ. მეორე ვერსია ვინც ჩაიფიქრეთ, თავს მეტად მარტოსულად გრძნობთ, თითქოს ურთიერთობა დისტანციაზეა, ან არ არის იმ განვითარებამდე მისული, რაც თქვენ გსურთ. ბევრი ფიქრია, ბევრი წვალება, ვიტყოდი, რომ თვითტანჯვაც არის აქ. ხელისშემშლელი ფაქტორიც ბევრია. ბევრი ტყუილებია. აი მამაკაცი არის უფრო კი მასკულინურია, კი ძლიერია, კი ემოციურია, თუმცა არ არის ისეთი ერთგული, როგორიც უნდა იყოს. უფრო მიზანდასახული, შედარებით მანიპულატორი ტიპაჟია და ადამიანია, რომელიც აი და ისე რო ვთქვათ, გლეხურად რო ვთქვათ, ღვინო დუდუკი ქალების მოყვარული. ეს ღვინო დუდუკი ქალები შეიძლება ხა პირდაპირ ესე არ იყოს და ვიღაცისთვის მაგალითად ღვინმარა და ლუდი იყოს, ან ვისკი, დუდუკი და ქალები შეიძლება იყოს უბრალოდ კაი დროის დარება. ყოველ შემთხვევაში ის მეოჯახე ტიპაჟი არ არის, რომელიც სახში დაჯდება, მხოლოდ იმუშავებს და სახში იქნება და ტყუილებიც ჩვევია მას. საკმაოდ დიდი ეგო აქვს. თქვენ ურთიერთობაში ჯერჯერობით რო გითხრათ რაიმე სიახლე იქნება, ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით.
ერთი ვიცი, რომ უბრალოდ თქვენი პოზიციისთვის აუცილებლად უნდა იზრუნოთ, რომ საბოლოო ჯამში თქვენ არ აღმოჩნდეთ კრიზისში, არც ემოციურში და არც ფინანსურში. გოგოებო, ვინც ეს ვერსია ირჩიეთ, თქვენს თავებზე იზრუნეთ. აი, მამაკაცის შემთხვევაში, ვინც მამაკაცებმა ირჩიეთ ეს სიტუაცია, უბრალოდ ეცადეთ, რომ თქვენი პარტნიორის ერთგული იყოთ და მასაც ერთგულება მოსთხოვოთ, ერთგული საუბრები. ოღონდ რა თქმა უნდა, ეს ნორმის პარაგრაფში და არა ტოქსიკურად. ახლა ვნახოთ მესამე ვერსია, ვინც ჩაიფიქრეთ. მესამე ვერსია ჩაიფიქრეთ. რეზონირებისთვის ვიტყვი, რომ თქვენ ამ ადამიანს დიდი ხანია იცნობთ. და შესაძლებელია, რომ საკმაოდ დიდი ხანი რომ ბავშვობიდან იცნობდეთ. მე რო იცახიან ხომ არის ტრუსიკის მეგობრები. ხო, ეს ადამიანი თავის ემოციებს შემოგთავაზებთ, ნამდვილად ისაუბრებს ამ ყველაფერზე, თუმცა ეს ყველაფერი იქნება რაღაც ისეთი ცოტა ფორს-მაჟორული სიტუაცია, იმიტომ რომ არჩევანის გაკეთება მოუწყევს, ან ახლა, ან არასდროს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს როგორც ხელისთხოვნა და დანიშვნა, ვინც ურთიერთობაში ხართ. ზოგიერთისთვის კი ეს იქნება თავისი ემოციების შემოთავაზება, თუმცა არ გეგონოთ, ვისაც ემოციებს შემოგთავაზებთ, რომ ეს იქნება რაღაც ძალიან სიღრმისეული და всё, ამით დასრულდა. ეს არის თქვენი happy end-ი, არა, ეს არის თქვენი happy end-ის დასაწყისი. იმიტომ რომ ეს ემოციები არ არის ღრმა და სიღრმისეული, რასაც გეტყვით, გულწრფელი იქნება ნამდვილად, თუმცა გეტყვით იმას, რაც მხოლოდ აისბერგის მწვერვალზეა. ასევე იქნებათ ცოტა კონფლიქტური სიტუაციები, შეიძლება პირდაპირ ღია კამათი და კონფლიქტი არ იყოს, თუმცა ეს იყოს აზორობრივი უთანხმოება. ეს ადამიანი, ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ, რაღაც ახლის მოლოდინში, ახალი ეტაპი უნდა ახალი საქმე, ახალი ფინანსები, ახალი გზები ფინანსების მოსაზიდად და პარალელურად თითქოს წარსულის გაშვება უჭირს. დამარცხებულად გრძნობს თავს წარსულში, ამიტომ უჭირს ამის გაშვება ნამდვილად. ძალიან უნდა გულით, რომ რეალურად სამართლიანად მოხდეს ყველაფერი და წინ გადადგას ნაბიჯები, თუმცა ძალიან ბევრი შიშები აქვს, ძალიან ბევრს ნერვიულობს და ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება უძილობაც კი აწუხებდეს. თუმცა ყველაფერი ეტაპობრივად აუცილებლად იქნება მორიგდებით რაღაც გარკვეულ საკითხებზე ამ დაბრკოლებების შემდეგაც და ის შანსები, რაც აქამდე ან ერთმა ან მეორე მხარემ არ გამოიყენეთ, აუცილებლად გამოიყენებთ. მადლობა რომ მიყურეთ, ვინც ვიდეოს ნახავთ Instagram-ზე, გამომიწერეთ მეტი სხვა საინტერესო საჯარო გაშლებისთვის და ასევე სხვა მაგიური პრაქტიკებისთვის. ვისაც პირადი გაშლები გსურთ, მომმართეთ Instagram-ზე. ვინც მიყურებთ TikTok-ში, თქო იქნება რომ მოიწონოთ ვიდეო და გამომიწეროთ და YouTube-ზეც დამასაბსკრაიბეთ, ვინც YouTube-ზე ნახავთ ამ ვიდეოს.